დღეს პირველ საათზე ალეკო ელისაშვილი მეოთხე აბსურდულ ბრალს მოისმენს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე გრძელდება პოლიტიკური ნიშნით ანგარიშწორება. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ჯერ იყო პროვოკაცია ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ვინმე ბაბაევის გამოყენებით. შემდეგ პოლიტიკური აქტის განხორციელების გამო, შუშის ჩამტვრევის და 300 ლარიანი ზარალის გამო ალეკო ელისაშვილს ტერორისტობა დააბრალეს და 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ალეკოს ტერორისტობა საზოგადოებას რომ ვერ დააჯერეს, ეგრეთ წოდებული ძაღლების საქმე შეკერეს, სადაც ერთადერთ მოწმედ არარსებული ძაღლი დაიმოწმეს. მტკიცებულებების არარსებობის გამო საქმე თაროზე შემოდეს და ამ აბსურდულ საქმეს ეფექტურად იყენებენ იმისთვის, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კვლავ ვერ შეხვდეს ოჯახის წევრებს. ოცნებამ როცა დაინახა, რომ ალეკოს მიმართ ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ადამიანმაც კი არ დაიჯერა მისი ტერორისტობა, კიდევ ახალი ბრალი შემოგთავაზეს თითქოს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სასამართლო შეურაცხყო. შეგახსენებთ, იმ სასამართლოს შეურაცხყოფას ედავებიან, რომელმაც ოპოზიციონერ პოლიტიკოს დააბრალა ტერორისტობა და 13 წლით გაუშვა ციხეში. მიუმართავ ქართულ ოცნებას და ყველას, ვინც ასრულებს ქართული ოცნების უკანონო დავალებებს. ყველას მოგიწევთ პასუხისგება კანონის და სამართლიანი სასამართლოს წინაშე. ჩვენ ვხედავთ ძალიან მარტივ მოცემულობას, სადაც მეოთხე სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ. მეოთხე ბრალი, სადაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მამუკა მდინარაძე, ამ პატარა ადამიანმა, რომელიც ეს ახალ სამინისტროებს და ახალ საქმეებს ეძებს, ვერ ამოიღოს საკუთარი ბოღმა ალეკო ელისაშვილისადმი. ვერ შეძლო მურუსიძის სასამართლომ ვერასდროს, რომ ადეკვატური კვალიფიკაცია მიეცა. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის პოლიტიკური პროცესი და ამაზე მიუთითებს მათ შორის შალვა პაპუაშვილის მიერ კვალიფიკაციის შეცვლა. იმიტომ რომ კვალიფიკაცია ალეკო ელისაშვილის ქმედებისთვის, შესაძლო ქმედებისთვის არ მიუცია საგამოძიებო უწყებებს ან პროკურატურას ან სასამართლოს. კვალიფიკაცია მისცა შალვა პაპუაშვილმა საკუთარი Facebook სტატუსით, მაშინ როცა ტერორიზმი დააბრალა ალეკო ელისაშვილს. ამ ვითარებაში მეოთხე ბრალი ეხება იმას, რომ თითქოს და ალეკო ელისაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ სასამართლოს და მარტივი მოცემულობაა და მარტივად ვსვამ შეკითხვას. ვინ მიაყენა ქართულ სასამართლოს შეურაცხყოფა, თუ არა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ქართული სასამართლო სისტემა, მართლმსაჯულება და საერთოდ ქვეყანაში სამართლიანობის გამორკვევის საკითხი ჩააბარა ლევან მურუსიძეს. ადამიანი, რომელიც იყო სანდრო გირგულიანის მოსამართლე, ადამიანმა, რომელმაც მიიღო უმძიმესი, ასობით და ათასობით უმძიმესი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ის იყო პასუხისმგებელი სასამართლო სისტემის კრახზე, ათასობით ადამიანის გაუბედურებაზე, ათასობით ბიზნესის ჩამორთმევაზე და ასე შემდეგ. ასეთ ადამიანს ჩააბარა ივანიშვილმა ქართული მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა და თქვა, რომ ის იქნება საყრდენი სასამართლოს და სამართლიანობის. რა თქმა უნდა, მურუსიძის სასამართლოს პირობებში, ანტიქართული ოცნების, პროკურატურის და საგამოძიებო უწყებების პირობებში, ვერც ერთი ეს პროცესი ვერ იქნება სამართალთან დაკავშირებული. ეს არის პოლიტიკური პროცესები და თითოეულ ამ ადამიანს, რომელიც მონაწილეობს როგორც ცრუ მოწმე, როგორც ცრუ დამსმენი პოლიციელი, როგორც გამყალბებელი ექსპერტი, აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება მომავალში დამოუკიდებელი, არაპოლიტიზებული საგამოძიებო უწყებების და მურუსიძისგან თავისუფალი სასამართლოს წინაშე.